ამას წინათ შევდივარ ოთახში და ხედავ ჩემი 4 წლის შვილი როგორ უყურებს გახსნილ ლეპტოპზე, ანუ MacBook-ზე screen savers. ოღონდ აი პირი აქვს დაღებული და აი ესე აღფრთოვანებული უყურებს და გავგიჟდი მეთქი რას უყურებ. ხოდა მივედი და ვუყურებ რა, დავხედე ამ screen savers, რომელიც აი წლებია უკვე screen saver-ი მაქვს კომპიუტერზე, მაგრამ არასდროს არ შემიხედავს რა. ხოდა არის ძალიან ლამაზი რაღაცა ბუნება, მთებია, რაღაც სიმწვანე და თან მოძრაობს რა, გიგონება აი ზემოდან ესე დრონი იღებს ამ ლამაზ ბუნებას და ესე ნელ-ნელა მიდის რა და მიშტერებული იყო და მეც დავდექი და მეც მივაშტერდი ამ screen savers. და მივხვდი რომ ამდენი წელია, ამისთვის აი რამდენიმე წამიც კი არ დამithმია და მენტალური effort-ი, რომ შემეხედა screen saver-ისთვის და დამეფასებინა რამდენად ლამაზი screen saver-ია. ანუ აი ეს პატარა რაღაცები რა, რაც ჩვენთვის არის სრულიად ჩვეულებრივი და აღარ ვაქცევთ ყურადღებას საერთოდ და არ ვაფასებთ და 4 წლის ბავშვისთვის რაღაც სასწაული და ჯადოსნურია რა და მართლა ძალიან ლამაზი იყო. მე გამახსენდა რომ ეს ანუ თინა ძალიან ხშირად რაღაცებს რო გავდივართ ხოლმე გარეთ აი რაღაც პატარა რაღაცას შეამჩნევს ესე და აღნიშნავს ხოლმე რომ ვარა ლამაზი აუცილებლად გაჩერდება ესე მივდივართ თქო სულ გვეჩქარება რა თქმა უნდა იმიტომ რომ დილით გვეჩქარება და საღამოს გვეჩქარება უნდა ერჭოს სკოლაში 9-20 წუთზე და მე საღამოს რაღაც ცეკვაზე უნდა წავიდეს და მე იქ უნდა წავიდეს და სულ გადარბენაზე ვართ და სკუტერით მოძრაობს ხოლმე ძირთადად ან ველოსიპედით და უცბად ხანდახან გაჩერდება ხოლმე ესე თავს ზემოთ აწევს ახედავს მას რა ქვია შენობებს და იტყვის ხანდახან რაღაც ლამაზ შენობას თუ დაინახოთ ხა პარიზში ბევრია ლამაზი შენობა ესე ახედავს და იტყვის ხოლმე რომ ვა რა ლამაზია ეს შენობა და უცბად მეც ავწევ ხოლმე თავს და მეც დავინახავ და იმ რამდენიმე წამს დაფასებას ვსწავლობ ახლიდან რაღაცა მარტივი რაღაცების რა მოკლედ ეს არის პატარა reminder-ი, ანუ შეხსენება იმისი, რომ პატარა რაღაცეები ხშირად დაინახოთ ხოლმე და ესე არ გადაახტეთ სირბილში ხანდახან ზემოთ აიხედეთ ხოლმე ქუჩაში, იმიტომ რომ საინტერესოა შენობების ზედა ნაწილები და ცა, ასევე და არა მხოლოდ ქვემოთ რაც ხდება, რომ უცბად გავარდე, გამოვარდე და მოკლედ ბავშვები მაგაში მგონია რომ გვეხმარებიან რა, რაღაცების სულ ახალი თვალით დანახვაში. და ასევე მინდა აღნიშნო, რომ ჩემი შვილი არის ესთეტიკის მონა, როგორც მეც ესე სულ რამდენი წელი ცხოვრება მეღადავებიან რომ ესთეტიკის მონა ვარ, იმიტომ რომ ერთხელ მეგობარმა მითხრა რომ შენო Apple-ის მონა ხარო და მე ვთხარი არა მე Apple-ის მონა არ ვარ, მე ესთეტიკის მონა ვარ მეთქი და მას მერე შემრჩა ეს ესთეტიკის მონა nickname-ად და ახლა ძალიან ვამაყობ იმით რომ ჩემი შვილიც ჩემნაირი ესთეტიკის მონაა.